დღევანდელი ჩემი სტუმარი კი ქალბატონი, რომლისთვისაც 35 პლუს შექმნა ოჯახი. შეგეძინოს 3 შვილი. მიყოლებით და მესამე 40 პლუს და არასოდეს არ არის გვენ ამისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვსმენია რომ აი რაღაც დრო ისია. ჩემთვის ისეთი მაგალითი აწყნარად ვარ. ასევე იყო წარმატებული, ასევე ქონდეს ფანტასტიკური ოჯახი, ასევე იყო წარმატებული და ასევე მოუწოდა კიდე იმ ადამიანებს, ვისაც უთხრა რომ იყვნენ კარგ ფორმაში, იზრუნონ საკუთარ თავზე, შექმნა ჯგუფი, გააერთიანეს ადამიანები. ანუ ყველაფერს ასწრებს ჩემი სტუმარი და დღეს მინდა მოვიწვიო და ამ თემაზე ვისაუბრო ტელეწამყვანთან, ნანუკა გულუასთან, ნანუკა დილამშვიდობისა და მადლობა რომ მოდი შემოგვიერთდი, მოდი. ნანუკა მაგნიჟა შემოანათე შენი ენერგიით. ყველაფერი დავიჯერე, ისეთი წარდგენა იყო რომ კინაღი დილამშვიდობისა. სანამ შემოვიდოდით, ვსაუბრობდით ამ თემებზე და კიდევ აღფრთოვანებული ვართ ან იმასაც დავამატებ, რომ გუშინ დიშვილი შეგეძინა, გილოცა, მივულოცა ჩვენი ეთერის დიდი მადლობა. ყველაზე დიდი ბედნიერება ბავშვები და ისე ვკითხე მოწიწებით რომ უფროსი რამდენის ყავს თქო იმიტომ რომ ამერია უცბა და ისე უფროსიო ჩემიო 3-ის 3-ის და უფროსი 4 თვის ღმერთმა ბედნიერი ბავშვები გაგიზარდო და მოგვიყევი როგორ ასწრებ ყველაფერს და აუცილებლად მინდა შევეხო შენს ბოლო წამოწყებას სოციალურ ქსელში გაჟღერდა ვიდეო შენ ჩაწერე ეს ვიდეო და სხვაჯერ დიდი ახტაცება გამოიწვია იმ ქალბატონებში, ვისაც უთხრა რომ იყვნენ ფორმაში გახდნენ. რაღაცა ჯგუფი შექმენი, ხო, მოგვიყევი ამასთან პროცესში ვარ და ძალიან დიდი სიამოვნებით მოგიყვებით ამ პროცესს. პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემახურებელს, ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა, მეგობრების გარემოცვაში უფრო ვიცი რომ თულად მოხვედი ამ მოვაგენი კი. რა ვიცი, ჯერ მოტივაციით დავიწყებ ეს ვიდეო. ხო, ამით დავიწყებ. ბატონო იყოს ამაზე საუბრით დავიწყოთ. ზოგადად ნახეთ როგორი რაღაცა მარტო ვერ ვიტან ვერაფრის კეთებას. აი მარტო არასოდეს არაფერი მიყვარდა. აი მარტოობა ჩემთვის არის დამანგრეველი სიტყვა შეგრძნება და ასე შემდეგ. ან მარტო არც მარტო ჭამაც არ შემიძლია. არაფერი არ შემიძლია ჭამაში ცოტა. ახლა ნუ ამ ჩემი მიყოლებული 3 შვილის შემდეგ რა თქმა უნდა ჩემი ძველი ფორმა უნდა დავიბრუნო და აუცილებლად ჩავდგე ისევ ფორმაში ეს არის ჩემთვის. აქ უნდა გითხრა მეოთხეს არაპირე. ვიცი რა არის, ამ შეკითხვას გავატარებ. სავარაუდოდ კახამ მოგწერა და ფინანსა ეს შეკითხვა და ამიტომ ამას დავაიგნორებ და მოკლედ მეოთხე თვლიდანაც ამოღებული. მოგოთხ ნოემბერს დავიბადე და 5-ში ვიხდი. იმდენად 4-ზე უკვე გავიჩინე. კი ბატონო, ამას ვამბობდი რომ მარტო არაფერი მიყვარს და აი გამოფი შეგეკნა. თანამ შვილებმა რაღაცნაირად ეს ჩემში ეს სენტიმენტები და რაღაცნაირად უფრო გააღვივა და ესეთი რაღაცა მოვიფიქრე რომ ეხლა უნდა ჩავდგე ფორმაში, უნდა ვიბარჯიშო, უნდა ვიდიეტო, უნდა რა ვიცი ყველაფერი გავაკეთო, გავიარო ის რაღაცნაირი ჯოჯოხეთური გზა, რაც ერთხელ უკვე გავლილი მაქვს. ანუ წონას ეხება. მე ხო 60 კილო დავიკელი ადრე და ნუ ახლა ისე ეს გზა უნდა გავიარო. შესაბამისად რაღაცნაირად მინდოდა რომ მოტივატორი ყოფილიყავი იმ ქალბატონების განსაკუთრებით ვისაც ბევრი შვილი ყავს და ამის გამო ჭარბწონიანი გახდა და ვერ ებრძვის საკუთარ თავს და კიდე რაღაცა ისეთი ჭირდება, რაც მოტივაციას მისცემს. მინდოდა რომ ყოფილიყავი იმათაც იმათაც აქვთ ხშირად წონის. კი, აქვთ, მაგრამ ნუ რაღაცა მე მგონია რომ ეს 50 პლუს კილოგრამები რაღაცა კიდე იმასთან არის. შენ ძალიან საინტერესო რამ აღნიშნე, ნუ ერთხელ მე უკვე გავიარე ეს გზა, ეხლა ვაპირებ მეორედ რომ გავიარო. პირველი გამოცდილება და ის ვთქვათ პროცესი თავისი სირთულეებით ეს დამთრგუნველია უფრო თუ უფრო გიმარტივებს, იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში ეს პროცესი არ არის მარტივი. არ არის მარტივი ნამდვილად. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჭარბი წონა ითვლება ჭარბწონად მაშინ, როდესაც შენ ხარ დისკომფორტში. როდესაც შენ არ მოგწონს შენი სილუეტი, როდესაც შენ გრგუნავს ეს ყველაფერი. თორე, როდესაც კომფორტულად ხარ შენს ტყავში, ჭარბი წონა კი არა, არაფერი არ არსებობს. რა მაინტერესებს, უშუალოდ ახლა რომ შევეხოთ, აი როგორ აპირებ ყავს ენდოკრინოლოგები, ჩართული არიან პროფესიონალები, ანუ როგორ აპირებ რომ მოუწოდო ამ ადამიანებს რომ მოდით ყველაფერი აი ზუსტად ამაზე მინდოდა საუბარი. ჩემს გამოცდილებას აუცილებლად გავიზიარებ და
ეგრე აღარ მოვიქცევი, როგორც მაშინ ვაკეთებდი, იმიტომ რომ მაშინ ვიკვებებოდით მხოლოდ აერით და წყლით და ეს იყო ჩემი ჯანმრთელობისთვის ძალიან ესეთი საზიანო და ახლა რა თქმა უნდა ვაპირებ რა გეგმა გაქვს როგორ უნდა მე და ჩემი გოგონების ჯგუფი ჯერ როგორ უნდა შევარჩიო ამის ამდენიმე წინაშე მე რომ ეს დავაანონსე ანუ ვიფიქრე რომ რამდენიმე ჭარბწონიანი გოგო პლუს საიზი მომწერს და ერთად რა ანუ აქ ხალხნო ხდება რა იცით რომ ვერაუდივარ მესიჯს ეჭვი წარმეპარება იმიტომ რომ შენი ვიდეოს შემდეგ ჩემი ინბოქსით საფეთქე და ყველა თქოს რომ რაღაცაირად იქ გამეხმარება ხო და მწერს ბაბი ჩემი უახლოესი მეგობრები რომ აი ამას ხო ვერ მოახვედრებ იმას და უკვე მივხვდი რომ ეს რაღაცა გადავიდეთ უშუალოდ დიდაბავს მოვეჭიდე ვაპირებ რომ აუცილებლად ენდოკრინოლოგი ნუტრიციოლოგი ფსიქოლოგი რა თქმა უნდა ანუ დარბაზი სპორტ დარბაზი რომელიც მოისახურება ხო ფიტნეს ინსტრუქტორი კომპლექსურად რაც სჭირდება ჯანსაღად და ჯანმრთელად გახდომას ამ გზას გავივლით მე და ეს გოგონები ერთად და მათთვის ეს ყველაფერი იქნება უფასო უსასყიდლოდ იმიტომ რომ ამ ინიციატივაში მეც კომპანიები ძალიან დამიდგნენ გვერდში და ყველა ანუ ვისანაც კი ვთქვი ყველა ახტაცებით მოეჭიდა ამ იდეას და ეს იდეა რაღაცნაირად ესეთი პატარა ჩემი Instagram გვერდზე დაწყებული ისეთ მასშტაბებს იღებს რომ ახლა მიჭირს მოგიყვეთ როგორ ფორმას შეიცანს იმიტომ რომ არ ვიცი 4ჯერ ტრანსფორმირდა და ეხა ისეთ დიდ რაღაცა შემოთავაზებაში ვარ რომ მე უკვე ვერ ვარ პასუხისმგებელი რომ ამას სტადიონებზე გადავალთ, მაგრამ ჯერ სამწუხაროდ პატარა ჯგუფით უნდა დავიწყო. და თან ეს სამი ანგელოზივით ბავშვი, თან ესე მიყოლებით, სულ პატარები, როგორ უნდა მოასწროს ყოფილი, როგორ ამენეჯმენტს მოვეცით მე მოვყვები ახლა როგორ ამენეჯმენტს. კიდე ნანუკას ბევრი ფარული ნიჭი აქვს. ფარული რამდენად არის არ ვიცი, მაგრამ ფართო საზოგადოება მე მგონი ესე კარგად არის რომ ქმნის 60-თან არაჩვეულებრივ ულამაზეს და უხარისხიანეს. და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერს როგორ აკეთებს ნინაზის კისერზე იქ არის ესე იგრიაში პატარა კირა ზუზუთი კვებით არის დაგავებული და მარტო ხახნო რომ უყუროთ გგონიათ რომ ეს არის ფილმის კადრი მაგრამ ამ დროს ნანუკა სახიარება კი აი ერთი ხო ეკაჩება მაგრამ აი ესეთი არის და ყველაფერს აკეთებს უდიდესი სიტყვით ენერგიით და ანუ დადებითი და როგორ გამოგდის მაშინ მოხევით რაღაცნაირად მაინც თქვენ სუბიექტურები მგონი ხარ კი დამანგრეველი ენერგია მუდმივად მქონდა ეხა ამას ვერ ვეთქვი უარს ძალიან მოჭარბებული ენერგია მქონდა და ვერ ვხარჯავდი ამ ენერგიას ანუ ჩემი რუტინა რო იყო დილას ვიღვიძებდი და 34 ლოკაციაზე მისვლა და მე კიდე საღამოს 19 როსად წავიდე აი ასეთი ენერგიის პატრონი ვიყავი მაგრამ ახლა ამ ეს ენერგია მეხარჯება ვერ ვიტყვი რომ კიდევ 19 საღამოს რომ 9 საათზე მე ჩემი თავი აი ესეთ მდგომარეობაში არ მახსოვს და ახლა ვარ რომ მათთან ერთად ვიძინებ და ვერ ვიძინებ სხვა რეჟიმზე ვარ ნამდვილად მაგრამ საერთოდ არ ვაპირებ არც წონაზე წუწუნს არც არაფერზე წუწუნს იმიტომ რომ ეს იცი რა რაღაცნაირად ჩემ თავთან რომ ვიტყვი რომ რაღაცა მენატრება ჩემს გოგონებთან ერთად და აუ ესეთ ფორმაში რომ ვიყავ და აი ეს ქვედაბოლო როგორ მეცვა და უშოთ ესეთი ზომის ქვედაბოლოს რო გადავეყრები მაგ რაღაცა აი ეს და აი ეგრევე ღმერთო შენ ნუ მომისვენ ძალიან გთხოვ ხო ძალიან მეშინია რომ რაღაცაზე წავისწინო აი იმ ქალბატონებისთვის რომლებიც ფიქრობენ რომ აი რაღა დროს აი 40+ არიან და აი რა დროს უკვე აი გვიანი აი რას ეთყობი ამ ქალბატონებს ასეთი ქალბატონები ძალიან შვილი გააჩინონ და ეს ასეთი ძალიან ცოტაა ესეთი ქალბატონი რომელიც თვითონ ფიქრობს რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი დასრულდა მაგრამ მის გარშემო ბევრია ყველა ფიქრობება რომ ხო შენ უკვე აღარ და მეც პრინციპში ეგეთი ვიყავი ჯერ იყო როდის მე იყო რატომ არა და მე იყო უკვე რომ აწი რაღა დროს არის და გამორიცხულია და რა სამწუხაროა რომ აი ესე დარჩი სად დავჭი არ ვიცი მაგრამ რაღაც დარჩი ესე გარემო მართლა მე გავხდი ძალიან პატარა ვიყავი და ბებია ჩემს ხვდებოდნენ ახლობებ და პირველი კითხვა იყო რომ ბავშვს არა ჩენს აი ბავშვს არა ჩენს და რომ მე რო გავაჩინე მე
ხვდებოდნენ რომ მეორეს როდის ხო და მიტომ ვიკითხა ხო მეოთხე არა ჩემი თემა რა არის იცი რომ მეოთხე გოგო იქნება აი ყველა ვინც ხდება ახლობლები არიან არ არიან ახლობლები არ ვიცი მამშვიდებენ თუ რას მეოთხე გოგო იქნება მე სამწუხაროდ საქართველოში არის სამწუხაროდ ვერ დააკმაყოფილებ ხო ეს გზა ხო უნდა გაიარო რომ დარჩიდე მე ხო უკვე რომ აღარ დარჩიდა ამის ზეიმი ხო არის მე ხება რომ პირველი როდის მეორე როდის მესამე როდი არა შენ მოიხადებანი მე დარჩი კიდევაც უმა მე აყოლე გოგოც ყავს 17 სექტემბერს დავოჯახდით და 25 ნოემბერს გავიგე რომ ორსულად ვიყავი. ანუ რა გავიდა რა დრო ხო? ანუ ხელის მოსმა ცარიელ მუცელზე მოასწრო მაინც ძალიან ბევრ ადამიანმა რომ რა მეხوار არის. ანუ 17 სექტემბერს გავთქვი და 20 ნოემბრამდე ანუ მართლა ეს არის რომ აი ცარიელ მუცელზე ცხელი უნდა მოდის. და იმ ქალბატონებს რომ დავუბრუნდოთ რო ფიქრობენ რომ ხმანობენ და გარემო რო მოჭავს იმ ქალბატონებს ვარ კარგახანია დაბრუნებული. ანუ როგორი რაღაცა ხდება. ჩემს Facebook-სა და Instagram გვერდზე რაღაცნაირად 1-2 მომწერა ჩემთვის უცნობმა, მაგრამ ძალიან პატივცემულმა ჩემმა, ასე ვთქვათ, Instagram გამომწერმა, რომ გეხვეწები შენი ფოტო ჩამიგდე, სადაც შენი მეუღლე და შენი სამი შვილი ხართ ბედნიერები, გთხოვ. და მეთქი რა ხდება და უკვე აღარ მინდა შეკითხვაზე პასუხის გაცემა რომ გვიან არის და რატო არა და როდის არა მინდა რომ პირდაპირ შენი ფოტო ვაჩვენო ნებისმიერ რაღაცა მეც ეგრეები ხალხაშორის მე რო დავზევი პირდაპირ ნანუკას ფოტოს ვანახებ თავის ბედნიერი უგნებიან რომ რაღაცნაირად წინ არაფერი არ არის და ასე წყვეტენ მათ ცხოვრებაში გუწფელად მართლა ვინ გეუბნებათ ან რატო აღლევენ უფლებას საუბრს თავს რომ ესეთი ინტიმური შეკითხვები და იცი რა ეგ არის უფრო გულის ტკივილის გამოხატვა თუ ზრუნველობა და გულის ტკივილი ერთდროულად იცი რა არის ხომ ასეთ ადამიანებთან ძალიან ხშირად ვსაუბრობთ რაღაცა მესამე პირში რომ ისინი სადღაც არიან და აი მე სახლში ყავს ეგეთი ადამიანი მინდა ჩემს მეგობარ ბაბის კითხო რომ როგორ მინდა ბაბი ამ ყველაფერს ეზიარო და როგორ მინდა და აი ვინ მეყვა ფიჭერ ჩემ თავს ეს სულ მინდა რომ ის ჩავეკითხო ბაბის და მე მახსენდება რომ ანუ შეკითხე ნამკეც რა მინდა კითხო ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რომ სულ კარგ განწყობაზე ხარ ენერგიული ხარ ასე შემდეგ ასხივებ აი ამ დადებით აურას მაგრამ მე ვიცნობ და მე მგონი ყველა ვიცნობთ კახას შენს კახას ეს რომელსაც ასევე სულ ღიმილია კახოს სახეზე დილის შვიცაძეც მინახავს საღამოსაც ბაკურიანში ციცივეში ყინოში ბავშვით უბავშვოთ სულ არის გაღიმებული აი როგორ ახერხებთ და როგორ ინაწილებთ იმიტომ ეს მართლა ძალიან აქტუალური საკითხია იმიტომ შენი დრო ქვია თაკოს რუბრიკას და შენი დრო რაც არ უნდა კარგი დედა იყო და რა თქმა უნდა აფრენ შენ შვილებს და გჭირდება როგორ ინაწილებთ სახლის საქმეებს სამ შვილს ისე რომ ორივე სუეს ღიმილი დაგთამაშებთ აი მაინტერესებს კახა ჩემზე კიდევ უკეთეს ხასიათი აქვს ჩემზე ანუ მე ხო ცნობილია რომ ძალიან კარგი ხასიათი მაქვს მაგრამ ანუ სახლში აი რაღაც ამ რუტინისგან შეიძლება რომ აი ისე ვიყო და კახა არასოდეს არის აი რაღაცნაირად ანუ სულ მართლა მოტივირებულია მომღიმარია ბედნიერი ამ თავისი მრავალი შვილი და არის კიდე უკიდეგანაც სტუმართ მოყარე ხახნო სულ შეუძლია რომ ბადასტორად და შევედროს რომ მოდით და აი როცა უკვე შენ უკვე და ნახე როგორი რაღაცა როცა ეხა მესამე შვილიც გავაჩინე და კიდე ლაქტაციის პროცესი მაგრამ რაღაცა სირთულებს ხო გადის ქალი და იქ სახში შემოსილი ვერ არის და ასე შემდეგ ანუ ის პატარა პაუზა მე არ ვარ სტუმართ მოყარე ის რაღაცა პატარა პერიოდი არ არსებობს რომ ეგ პერიოდი იყოს აბა შენ სულ დახარ და სულ მოლოგინა ხარ და სულ ისახარ ვერ დაგელოდები ნანუ კარი ყველა სახში როგორც ნანუკა თავისი მეუღლის პაროდიას აკეთებს ვერ გადარჩებით ეს არის ცალკე სანახაობა და თვითონ კახა ერთობა ყველაფერზე მინდა მას დავუბრუნდო კითხვებს და ესეც დავუბრუნდეთ რადგან ჩემი რუბრიკის სახელწოდება ნუცამ სწორად აღნიშნა შენი დრო აი ამ რუტინაში რაც მოვყევით ახლა ყველაფერი თუ გაქვს შენი დრო და რამდენ ხანს უთმობ შენ თავს იცი რა არის ჩემი დრო ჩემი პირადი დრო არ მაქვს მაგრამ ვაჩენ ამ პირად დროს ვაჩენ კიდევ
როცა რა ხდება, რაღაცა შეგზნება და ასე იყავ არ მინდა შენი ამხდენი სიტყვები დამასვენეთ შენ აქ და იქ კახაკაშია არ მაქვს თაკო ეს ჩემი პირადი დრო პირად დროს ვიძახი 15 წუთიც არ გაგდრის განმავლობაში იცი რა გამოვნახავ მაგრამ იმდენად ეს რაღაცნაირი ჩემი დროები შესავსები მაქვს იქ რაღაცა გასაქსები ვარ იქ რაღაცა საქმე აი კიდე რაღაცა პირადი რელაქსისთვის ამ დროს ჯერჯერობით ვერ პოვლობ აი ახლა უნდა იპოვო დრო საკმაოდ ისეთი დრო გაქვს საპოვნელი იმიტომ რომ პასუხისმგებლობას იღებ გოგონებზე რომლებსაც აქვთ ზედმეტი კილოგრამები და შენთან ერთად უნდა დაიწყო კი ბატონო თუმცა მათთვის დროს საპოვნელი გაქვს კი მინდა გითხრათ რომ აი ნებისმიერი თავისუფალი წუთი ზუსტად ახლა ამ გოგონებზე ფიქრით მაქვს დაკავებული ვსაუბრობ რა როგორ რანაირად უნდა გავაკეთო ჩავრთი ამაში ყველა ჩემი მეგობარი ვინც კომპეტენტურია და რომ დამეხმარონ ან იდეის განხორციელებაში და დავარცხნაში და მოკლედ ჩემი თავისუფალი დრო ჯერჯერობით არის საქმე და ოჯახი რაღაცაირად და ოჯახი და ის სიამოვნებები ჯერჯერობით რაც ჩემი თავისუფალი კითხვები და დავსვა შენ ვიდეოში გაჟღერ ესეთი რამ რომ ჩვენ ამ დიეტას ვიწყებთ ახალ წლამდე და არ განიხილება ახალ წელს გოჭი ვის თავისუფლებისაცი როგორ უნდა ეს სპეციალურად აკეთებ რომ ყველაზე მწვავე გამოწვევის წინაშე დააყენა შენი გოგონა იმიტომ რომ ფსიქოლოგმაც მირჩია რომ რაღაცაირად რთულია ამდენი მოტივირებული ადამიანისგან იმის გამორჩევა რეალურად მართლა ვინ გაუძლებს ამ ყველაფერს და ეს საწყის ეტაპზე ვერ გაძლება უფრო კარგია იმიტომ რომ სხვა შანსს არ დაკარგავს რომ იყოს ჩვენი გუნდის წევრი და აი ამ საახალწლო ამბებს თუ გაუძლებთ ვინც გაუძლებს ეგ არის გამარჯვებულიც და აგრძელებს განმავლობაში ჩვენთან ერთად გაკონტროლო აი ჯგუფში მყოფი ადამიანები თუ ჩვენ პერიოდულად შევიკრიბებით ზემოთხსენებულ ენდოკრინოლოგთან ის აღწონის გაგზომავს რა თქმა უნდა ჩვენი ჯგუფები გვექნება ფსიქოლოგი გვეყოლება ვისაც ცოტა გაუჭირდება რომ იქვე დახმარება აღმოუჩინოს გოზინახთან ომში ფსიქოლოგი გოზინახთან ომში არის ფსიქოლოგი მე მგონი მაგითო შეიქმნა საერთოდ ყველაფერი მოდის აქედან და თუ მეც მინდა რომ მართლა ისეთი არ გამომეპაროს და ისეთი ადამიანი არ დამრჩეს ამ ჯგუფის მიღმა ვისაც მართლა სჭირდებოდა და ბოლომდე მოტივაციას მივცემდი და ვინმე ისეთი არ შემოგვეპაროს ვისთვისაც სულ ერთია და უბრალოდ რაღაცა გასართობად უნდა აი თუ იცი პირველ ეტაპზე რამდენი გოგონა გეყოლება ჯგუფში იცი რა არის მე დავასახელე ეს წელიწადს და 6 გოგო მეყოლება ჯგუფში მე 7 ვიქნები მე იმიტომ რომ ბევრ ქალზე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას თან რაღაცნაირად უნდა დავახარისხო ეს ჯგუფებიც ერთი ინტერესების მიხედვით ანუ ვერ შეურევ ერთ ჯგუფში 6 ერთ ჯგუფში მაგრამ ერთ პერიოდში რამდენიმე ჯგუფი იქნება არა რამდენიმე ჯგუფს ვერ მივხედავ მე უნდა ბოლომდე ვიყო ჩართული ამ ამბავში და რაც ვიცი ამ 6 კაციან ჯგუფს ნამდვილად იდეალურად გავუწყობ კარგი ფილმის სცენარი დაიბადა აქ სამბავშვის რომ მიდიხარ ვარჯიშზე ისინიც რომ მოდიან თავთავისი სამსამე ორი თუ თითოეული და ამიტომ რაღაცნაირად იდეა მაქვს რომ ჯერჯერობით დავაკომპლექტო კახას დაუბრუნდეთ ყველაფერზე თანახმად კახას მეცაც გეტყვი რომ საერთოდ 20 ჯერ რომ მოუყო ერთი და იგივე რაღაცა მე გეტყვის ვინ ჯგუფზე არის ლაპარაკი რო ლაპარაკობდი ვიზე იყო ლაპარაკი ანუ ბოლომდე მაქვს მე ჩემი რაღაცა ჩემი დრო აი იმას რომ ამბობ რომ ჩემი დრო ახლა ამ ეტაპზე არ მაქვს იმიტომ რომ ოჯახი და საქმეებიო ახალ დროს სად არის ამ დროს და არა პროტესტებს? ახაზე მეტი ოჯახი ხო ვის უწოდებ? ხო და აი რა ბავშვებს გულის. კახა არის ყველაფერში. ანუ მეც ვარ კახას ყველაფერში და კახაც არის ყველაფერში ჩემთან. აი ხა ზუგდიდში იყო წასული, მოკლედ სახში რაღაცა სარემონტო სამუშაოებიც წამოიწყო, ისიც რა ფეხა არის ჩემს ყველაფერს ერთად აკეთებს და ნუ ჩემი ბიძაშვილი ეხმარებოდა და ჩემმა ბიძაშვილმა მე ჩემ მაცალ ამდენჯერ რომ დამირეკო ძმაო არ არსებული ვარიანტი არა იქიდან მეუბნება და ანუ სულ კონტაქტზე ვარ, სულ მინდა რომ დავურეკო, სულ მინდა რომ ყველაფერი ვუთხრა, სულ რაღაცა ჩემი ადამიანია და ჩემი მთელი არის და ამის გარეშე საერთოდ ვერ ხვდები როგორც ეს ადამიანები ესეთი ბრჭყალა თვალებით უყურებენ ერთმანეთს მე ბევრი არ მინახავს და მინდა რომ სულ ესე ბრჭყიალებდეს. ვინ არის შენი მოტივატორი ცხოვრებაში?
არა და ხო ცხოვრებაში რაღაცა აი ვინ გყავდა თუნდაც ან იცი რა არის მშობლები დედა მამა ჩემი აი სულ ოჯახის დედას მაგრამ ვერასოდეს ვერ მივბაძა იმიტომ რომ მის ენერგიას და მის იმას მე ვერ დავეწიე ვერასოდეს მაგრამ ჩემი მართლა ცხოვრების მოტივატორია და ადამიანი რომელიც სულ მინდა რომ გვერდით ყავდეს და კი ძალიან მაგარი მრჩეველი ძალიან მაგარი დამხმარე და კი 70 წლის არის და ჩემი სამი შვილი მის იმედზე გავაჩინე და ეხა კიდე ჩემმა პატარა და თავისი შვილი ანუ შენ დაც ყოჩაღი ყავს და არ უნდა გამოგწეს რომელიც გეხმარება ხშირად შენ შვილთან და კი ორივე ჩვენ სამი ვარ კი გუშინ ვხუმრობდი რომ მე და ჩემი უფროსი და ეგონა და ნატრულივით ვეძებდით თავზე და ვწმუდავდით და ეგ ფოტოში ბევრჯერ გამოჩნდა ბატონი დავით გაგუა გვეუბნებოდა ხა თუ ვერ უძლებთ ვიბრძანდით გარეთ და მინდოდა რომ იმ ხთალი არ ყოფილიყავი და ბოლომდე გავუძელი ყველაფერს და ეს რომ ანუკა მშობია რომ დავესწარი კი არა გავიჭედე ისე მოხდა რომ აი ვეღარ გამოვედი და არ მინდოდა რომ აი ჩემი დისთვის დამატებითი კიდე საზრუნამი გამეჩინა და ჩემი სახე ენახა გასვლის დროს როგორი მდგომარეობაშიც ვიყავი და ამიტომ დავდექი და ბოლომდე ვიყავი მის გვერდით და ისეთი სავსე ვარ დღეს კიდე ეს რაღაცა სხვა ემოცია არის ერთ სულმა გავიქცე მასთან აქედან დიდ ბედნიერებას გისურვებ ყველა ოცნების ახდენას აი ამ ჯგუფში ძალიან დიდი წარმატებას და საინტერესო იქნება ერთი წლის შემდეგ რო გვესტუმრო და იმ ქალბატონებთან ერთად და მოუყვათ აი ეს შედეგი რა წელი გაიარეთ იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან საინტერესოა დაწმუნებული ვარ გვევლისნება დეკემბერში ვიღებ სტარტს მანამ და ყველაფერს დეკემბერში ვიღებენ აი პირდაპირ სასწაულების აი ყველა მხრიდან რომ მოდის ხელავაშის და საცივისუნი არა მე მგონი სწორედ საცივს მომზადებ და ესე არ გავსინჯებ ვიდეს გავასინჯებ და კარგი თავარი არის საცივი ცხოვრებაში თავარია ვიყოთ ბედნიერები და ვისაც აბედნიერებს თავისი კილოგრამები შეუძლია მიირთოს საცივი ვისაც პრობლემა აქვს და არ მოსწონს საკუთარი თავი შეუძლია უკვე დანუკასთან მიმართოს დანუკას და გადაიღოს თან მე ის ადამიანი ვარ რომელიც არანაირ პრეპარატს არასოდეს არ მიმართავს გასახდომად აი ძალიან აი რაღაცნაირი პანიკური დამოკიდებულება მაქვს იმიტომ რომ აი ჩვეულებრივ უნებელ წამალსაც აქვს რაღაცა გვერდითი მოვლენა და ახლა მე არ მაქვს ჩემი ჯანმრთელობით გასარისკი დრო და შესაბამისად წარმატებებს გისურვებ ყველა წარმატებაში ბედნიერებას შენს ოჯახში დიდი მადლობა ასევე ვესტუმრეთ მე დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს მომავალ სამშაბათს დიდი მადლობა თაკო შენ იმისთვის რომ მოგვიყვანე ნანუკა ძლივს მოიყვანე მარგინა ხალხი გახანია